დილამშვიდობისა ხალხო, დილამშვიდობისა. ეხლა გადავიდეთ პერიოდი, რომელიც ჩემი ორსულობა დადგა ხალხო. ჩემი ორსულობა ეს იყო ალბათ ყველასთვის მაშინ. მეხის დაცემასავით მე არ ვიცოდი ორსულად რო ვიყავი, მუცელი მეზრდებოდა და ჭამისმა და მეზრდებოდა. მე იმისი მთქმელი არ მყავდა არავინ, რომ შენ ძმებს კისერს ნუ აჭრი და ამ ხელა მუცლით გარეთ ნუ დაეთრევი, მაგის მთქმელიც არ მყავდა არავინ. დიდი სიამაყით დავდიოდი, დაჟე სკოლაშიც წავედი ორსული მე მახსოვს და ყველა რო იცინოდა მაშინ ვერ ხვდებოდი. მთელი სკოლა იცინოდა. და მე იმისი მთქმელი არ მყავდა ვინმე, რომ რატომ მოხვედი აქ, რა გინდოდაო. ჩემი ორსულობის პერიოდი დაემთხვა ოთარი ბიბლიანის და ნაირას შვილის დაბადებას. ლანა სახელი იმ დღეს შემზიზღდა. იმ ბავშვს ჩემთვის რამე არ დაუშავებია, მაგრამ წავედი ოთარისთან. ორსული წავედი და იქ რეზომ გამომაგდო. სულ მიძახა კინჩხიშლა. ნუ ასე თავის მომჭრელი ხარ. სულ ისეთი სიტყვებით მიძახა რეზომ ვიბლიანმა მაშინ. რეზოზე გაუბრაზდი მაშინ ძალიან, იმიტომ გაუბრაზდი რეზოზე მაშინ ძალიან, რომ რეზომ ჩხუმიანებმა რო არ მიიღეს საკუთარი შვილი და ქუჩაში რო დატოვეს და ვარი რო თქვეს, ის ჩხუმიანი რო აიყვანა შვილად, ის ქალი რომ მოიყვანა ცოლად და იმ ჩხუმიანს მისცეს გვარი ბიბლიანის, ის ჩხუმიანი გამოზარდა, მისცა გვარი და გამოზარდა და მე ბიბლიანს ჩხუმიანებმა, რომელმაც მეცხოვრება დამინგრიეს, წამართვეს თუ რამე არსებობს ძვირფასი დედამიწაზე, მამის სახლი, სადაც დავიბადე, მამა ჩემის საფლავი, სადაც მამა არის დამარხული, ბაბუა ჩემის სახელი, სვანეთში განთქმული მედიატორი, ასტემირ ბიბლიანის, იმის სახელი, ფეხქვეშ გათელეს ნოდარიშერების მაშინდელმა ბებერმა თაობამ. და აი რეზოზე რატო ვარ გაბრაზებული, რეზო მაშინ ახალგაზრდა იყო, ისე არ იყო რომ მაგას ძალა არ ქონდა ძალაც და ზუსტად ეს ასაკი, ეხლა რა ასაკიც მაქვს, ეს ასაკი ექნებოდა, შეიძლება უფრო პატარაც. რეზომ მე ადვილად მესროლა, მაშინ ყველაზე დიდი ქვა მესროლა რეზომ, რეზო შეძლო, როგორც გოჩა მოკვდა. 40 რო არ იყო გასული, მე მარინა გერლიანი შემზიზღდა იმ დღეს, როცა გაიძრო, მამა ჩემზე შავი როცა გაიძრო, იმ დღეს შემზიზღდა მარინა გერლიანი და დღემდე გრძელდება მისი ზიზღი, მისი სუნიც კი მეზიზღება, მისი ხმაც მეზიზღება, თვითონ ადამიანი მეზიზღება, იმიტომ რომ იმ ხელასახლი დაუტოვა ბაბუამ, იმ ხელასახლი დაუტოვა გოჩამ და იმის პატრონად არ გამოდგა და ვერ უპატრონა. იმის გამო, რომ 5 წუთის სიამოვნება ამჯობინა მაშინ რომ მოეკლა ვიღაცას, მაგალითად რომ მოეკლა და შვილებისთვის რომ ებრძოლა, სახლისთვის რო ებრძოლა, მამა ჩემის გვარისთვის რო ებრძოლა, სახელისთვის რო ებრძოლა, მე ერთი წამითაც არ დავხუჭავდი რამეზე თვალს დღეს და მის სახელსაც გავაჟღერებდი აუცილებლად, მაგრამ თვითონ არ მოიქცა როგორც ქალი, როგორც დედა, საკუთარ ძმებზე არ ფიქრა, საკუთარ შვილებზე არ იფიქრა და ჩემი მკვდრები ხო საერთოდ მიწასთან გაატანა. მამა ჩემთან საუბარში სულ მესმის იარაღი.
იარაღი როგორც ჩანს ბაჩუკის დღესაც აქვს ის იარაღი მამაჩემის იარაღი და მამაჩემის სულ არ მახსოვდა ოღონდ არ მახსოვდა საერთოდ მაგრამ ეხლა ლაპარაკის დროს სულ მაწვება რომ ჩემი იარაღი როგორც ჩანს მარინამ ქალბატონმა მარინამ ეს იარაღი ბაჩუკის მისცა და მამაჩემის სული არ ისვენებს მაგ იარაღის გამო ერთი კი არ ყოფილა ორი არის როგორც მახსენებს ერთის მეუბნება რომ ხელთნაკეთი იყო მეორეზე მეუბნება რომ მაკაროვის სისტემის იარაღი არის როგორც ჩანს და მახსენებს ყველა დეტალს იქ რო გაგივარდაო გახსოვსო ჭერთან რო გაგივარდაო ისო ზუსტად ასე მელაპარაკებიან ხა შეიძლება გიჟად გეგონოთ ვიღაცას მაგრამ ვინც იცის ხა მოგოჩას იარაღები გაიგებთ ყველაფერს როგორც ჩანს ეს იარაღები აქვს ბაჩუკის დღესაც როგორც ჩანს სული არ მშვიდდება აუცილებლად მამაჩემის იარაღი აუცილებლად უნდა დააბრუნო იმიტომ რომ მე შენ მოგიწყობ ჯოჯოხეთს სიცოცხლეში ჯოჯოხეთს ბაჩუკი ჩხუმიანს და მის ძმებს 4-ს და როდერის და ჯიმშერი ბიბლიანს კიდე თქვენ ის ხალხი ხართ რომელმა ხალხმაც ჩემი ოჯახი შეარცხვინეთ ჩემი გვარი შეარცხვინეთ და ეცადეთ იმ ხალხთან ერთად კიდე მაგიდასთან დაჯდომას ვცდილობთ და ჭიქების ვიჯახუნებას და ეს დამცინავი და სასაცილო არის ჩემთვის ჩემი ხალხის მიმართ ჩემი ვაჟკაცების მიმართ და მაგას არ გაპატიებთ უკვე არც ერთს ზუსტად ნოტარიშერებს ყავთ ის ვაჟკაცები რომ თქვენ გადაგივლიან ზეთ